გამარჯობათ, ეთერშია ინფორმატორი იმის შესახებ, რაც მოხდა ახალი შოუ-ბიზნესში ამ მცირე ხნის განმავლობაში. სექტემბრის პირველი დღე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს არ აღუნიშნავთ სამაგიეროდ სასწავლო წლის დაწყების დღე აღნიშნეს და თანაც საფუძვლიანად. 2 სექტემბერს უნივერსიტეტის ბაღში უსასყიდლოდ მუშაობდნენ ვაკის პარკი 33A, ზუმბა, ფორტე, რონდო და ასე შემდეგ. კონცერტით ყველა კმაყოფილი დარჩა. სხვათა შორის კონცერტის მოსმენა არა მხოლოდ უნივერსიტეტის ბაღის, არამედ მიმდებარე ტერიტორიებზეც იყო შესაძლებელი. ბატონი გენას აპარატურამ ეს შესაძლებლობა ვაკის, ვერის და საბურთალოს ტერიტორიაზე სახლში მჯდომ მოსახლეობასაც მისცა. ესე რომ ამოძრავდა და მართლა მისაღები. ძალიან ესეთი ხო ესენი სტუდენტები არიან, მეც პრინციპში ძალიან ახალგაზრდა ვარ ჯერ და ჩემ დროს და რაღაცა ეგ უბრალოდ ჩემ ინსტიტუტში ესეთი რაღაცა არ ყოფილა არასოდეს. აბსოლუტურად მივესალმები, ძალიან სასიხარულოა მაგრამ არა ჩვეულებრივი მოვლენაა, თვითონ რომ ასე აღნიშნავენ სწავლის დაწყებას, რაღაც სტიმულია სტუდენტებისთვის მე ვფიქრობ და მივესალმები, ძალიან კაია. გადახდილია. მოკლედ ილია სადაჩვეულებრივ არანჟირების ქვეშ მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჯერ ყველაფერი შუაშიც კი არ არის, ანუ მთელი თუხთუხი, მთელი მხიარულება ძალიან ბევრი ცეკვათამაში წინ გვაქვს და მე არ მინდა ვხედავდეთ თქვენს მოწყენილ სახეებს, ამიტომ ყველამ თქვენი ხელები და ყვირილი გამაგონეთ. ჟანა, ნიკუშ, ჩვენთან არის ჟანა. კაი ხაროს, კაი არის ჩვენთან როა. რატო არის ჩვენთან ჩააბა რა? დია. რაზე? საერთაშორისო ეკონომიკის. ეკონომიკის ფაკულტეტის სახელად ქვია? გიგა! ორ სექტემბერსო უნივერს გალერეაში მოეწყო ქართველი მხატვრის გია გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა. პატრიოტმა მხატვარმა თავისი სურათების ნახვის შესაძლებლობა ჯერ თანამემამულეებს მისცა, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრება, რა თქმა უნდა, თავის ტილოებთან ერთად. მოგეთ ეს ნამუშევრები არის გაკეთებული სპეციალურად იმისთვის, რომ გეგმებს გაცნობთ, ესე იგი ჩემსაც წავიღო გერმანიაში მინდა წავიღო და იქ გავაკეთო გამოფენა. ხო და სანამ წავიღებ თბილისში გამოვფინე, რომ თბილისელმა მაყურებელმაც ნახოს, ანუ რა მიდის. მე ალბათ ჩამოვიდა, რა ბედი ეწევა, არავინ არ იცის. შეიძლება არც წავიღო, მაგრამ იდეაში ეს გამოფენა არის გაკეთებული იმისთვის, რომ ვისაც აინტერესებს, ნახოს, ჩემი ეს ბოლო ერთი თვენახევრის ნამუშევრებია. აქ გამოფენილი. დიდი ხნის წინ ჩვენ გამოვფინეთ ერთხელ გიას ნამუშევრები ბრიუსელთან უბრალოდ. და ძალიან დიდი მისწრაფება მქონდა რომ ენახა შემდეგ რას აკეთებს და ეხლა ვნახე ვფიქრობ რომ ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისი თუ
რას ნიშნავს მხატვრული ენერგია. დავალაგოთ ჩვენი ქვეყანა. ასეთი მისასალმებელი აქცია 3 სექტემბერს გაერთიანებულმა დემოკრატებმა მოაწყვეს. მათ გლდანში არსებული საბავშვო მოედანი ერთ დღეში შეღებეს, გაახალისეს და ამის შემდეგ ზუმბას კონცერტი შესთავაზეს გლდანის მოსახლეობას. სხვათა შორის კონცერტისთვის საჭირო ატრიბუტი სცენა საერთოდ არ არსებობდა. გლდანის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დიდსულოვნად დაუთმო გაერთიანებულ დემოკრატებს ან ზუმბას, ან და სულაც ორივეს ერთად საკუთარი ავტოფარეხის სახურავი. მოსახლეობამ ძალიან გაიხარა. მართალია კონცერტამდე შუქით ჩაქრა, მაგრამ მკაცრ ზამთარში და მკაცრ პირობებში გამოწვრთნილი გლდანელები ამ მიჩვეულ პრობლემებს არ შეუშინდნენ. მშვიდად დაელოდნენ ელექტროენერგიას და ბოლომდე ისიამოვნეს კონცერტი. გაერთიანებული დემოკრატები თბილისის სხვადასხვა რაიონებში გეგმავენ ამგვარი აქციების ჩატარებას. დაუღალავმა და პროდუქტიულმა კლიპმეიკერმა ზაზაურაშვილმა ახალი სეზონი თავისი ახალი კლიპით აღნიშნა. კლიპი პატარა სალომე გასვიანს ეკუთვნის. ტრადიციული პრეზენტაცია 31 აგვისტოს კინოთეატრ ქოლგაში შედგა. რაც შეეხება თავას სალომეს, ის უახლოეს მომავალში ლუიზიანაში მიემგზავრება მორი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმდენი ვიწვალეთ არანჟირებაზე, რომ მეტი არ შეიძლება. შენ რატო იწვალე? ამან ხო. მან მშვენიერი კონცერტი ჩაატარა. ალბათ ბევრი თქვენგანი ესწრებოდით ამ კონცერტს და ნახავდით, რომ 12 წლის გოგონამ როგორი მღერა სოლო კონცერტი 23 ნომერი დაუსვენებლად, იცით, აი ერთ ამოსუნთქვაზე შეიძლება ითქვას ცოცხლად. მე ქართულ კლიპებში ჯერჯერობით არ მინახია წყალქვეშა გადაღებები. ნუ ამ შემთხვევაში რაღაც ორიგინალური მეთოდი არის. რთული იყო იმ მხრივ, რომ სალომემ არც ისე კარგად იცის ცურვა და ის თუ ჩანს კლიპში, რომ სალომე კარგად ცურავს, აი ამას დაჭირდა ცოტა ხო შრომა, რომ გამოჩენილი იყო, რომ სალომე კარგად ცურავს წყალქვეშა. ძალიან კარგად არ ვიცი, მაგრამ არ დავიხრჩობი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო კლიპზე მუშაობა. კლიპის რეჟისორი არის ალაჩვეულე და ზაზაურაშვილი. ოპერატორი არის ლეონა ბულაძე. ჯგუფის ხელმძღვანელი, გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელი არის ბატონი თამაზ ნურაშვილი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. მე მივდივარ კონკურსზე Golden Magnolia-ზე ლუიზიანა შტატში, კერძოდ ბატონ-რუდში. როგორ მოხდი, გავაგზავნეთ ვიდეო მასალა, მოვეწონეთ და ფაქსით მოგვივიდა, რომ მიმიწვიეს იქ და ისიც დაწერეს, რომ ასობით ბავშვი შევირჩიე. ქართულ შოუ-ბიზნესში ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მეტი არაფერი ყოფილა.